რჩებით პოზიტიურ ტალღაზე. ქართველ მილიარდერთა სიაში იმას გადაასწრო ამან. ეს არის მიხეილ ლომთაძე, ყაზახი. არა, ქართველი, მაგრამ ფული ყაზახეთში შოა. 2026 წელს Forbes-ის მონაცემებით უკვე 6 მილიარდი აქვს. ამისაკი თუ, ისე კარგად გადამალა, რომ აწი ჰააგის ტრიბუნალი თუ იპოვის. ლომთაძემ ბოლო დროს ბიზნესი გადაჭიმა თურქეთზეც. იყიდა საფეხბურთო კლუბები თავად ყაზახეთსა და ინგლისში, Wyckoff Wanderers. ინვესტიცია უნდა ჩადოს და ახალი ბექემები აგზარდოს. My parents really had to work really hard, but ჩემი მშობლები ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ მთელი ფული ჩვენს განათლებაზე იხარჯებოდა. მუდმივად მყავდა რეპეტიტორები მათემატიკაში, ფიზიკაში, ინგლისურში. საჭმელი მაგიდაზე არ ჰქონდა, მაგრამ მყავდა მასწავლებელი. მეორადი ტანსაცმელი მეცვა, მაგრამ მყავდა მასწავლებელი. but I always had a teacher. რა ბიზნესი აქვს მიხეილ ლომთაძეს? ჰოლდინგი კასპი. არა, ის კასპი არა, გეი ქორწინებები რო აგზავნეს და 13-ის ტვერში რო იხრჯობა. კასპი როგორც კასპია. სხვა. ამ მილიარდერის ბიზნესი იმ მილიარდერისგან განსხვავებით, რომელიც სინამდვილეში დიდი მასშტაბის ჩარჩია, ფოკუსირებულია ხვალინდელ ტექნოლოგიებზე, რომელიც უკვე დღესაა ხელმისაწვდომი. ელექტრონულ ვაჭრობაზე, ფინანსურ ტექნოლოგიებსა და რაღაც სხვა. ლომთაძე ძალიან სერიოზული ქველმოქმედია. ღია წყაროებში შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია, როგორ ეხმარებოდა მაგალითად პატარა ყაზახურ ბიზნესებს, რომ კოვიდის დროს არ გაკოტრებულიყვნენ. კოვიდის დროს ყიდულობდა და არიგებდა ფილტვების სავენტილაციო აპარატებს, სწრაფ ტესტებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს. მცირე ბიზნესს სხვათა შორის ეხმარებოდა 2022 წელსაც, როდესაც ალმატიში არეულობა დაიწყო. მისი ერთ-ერთი ბოლო მიღწევა იყო ყაზახური ხელოვნური ინტელექტის შექმნა. ჯერ საკუთარი კომპანიის საქმეებში დამხმარე დასჭირდა, მერე შეხედა და გახსნა მომხმარებლისთვისაც. მაგრამ გონი ყველაზე მაგარი რის დანერგვასაც ახლა იწყებს, ხელით გადახდა. აი ასე. თითქოს გუშინ იყო ჯიბით რომ დაქონა მთელი ხელფასი და თითის დასველებით ვითვლიდით, მერე ვიხდიდით. მერე ბარათები დაქონდა, მერე ბეჭედი, მერე რაღაც ჭკვიანური საათები. აი, ეგენი ჯერ ვერ მოგვინელებია და ამ კაცმა, სოფლიოში პირველმა ხელი დაადე და გადაიხადეო. Каспиалакан тоже в шоке, кто первый клиент, который подключается к Каспиалакану. Все, Шавкат подключился к Каспиалакан. მორჩა ჩართულია, მეტი არაფერია საჭირო. Больше ничего делать не надо. Быстрее მორჩა, достать смартфон. სმარტფონის ამოღებაზე უფრო სწრაფად ხდება. Первый наш клиент, Это который первый оплатил клиент. с Каспиалакан. Шавкат, спасибо большое. საგანგებოდ ვეძებე და ვერ სადვნახე ცნობები, როგორ მონაწილეობს მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის პოლიტიკაში. არ მონაწილეობს, რა ვიცი. ძალიან კარგი თუ ყაზახეთის პოლიტიკაში ჩართვა არ უნდა, მაგრამ ქართულში ხომ არ მოუნდებოდა. პარტიების თუ არა სამოქალაქო სექტორის ან მედიის დაფინანსება მაინც. რა ვიცი, თუ შეიცვლით აზრს ბატონო მიხეილ, ჩემს რეკვიზიტებს პირადი შეტყობინებით გამოგიგზავნით და წინასწარ დიდ მადლობასაც გეტყვით.